მოგესალმებით მეგობრებო საღამოშვიდობის. მოკლედ ვაგრძელებ ამ სერიალის დარეაქტებას. ეხლა ვარ გაჩერებული მეორე სერიაზე. ვიცი რომ რამდენიმე სერია უკვე გამოვიდა, უბრალოდ მე ფიზიკურად დრო არ მქონდა და ეს სერიები ვერ უყურე მოკლედ რა. ამინდა რომ აი დღეს ერთი სერიის ყურებით დავიწყო და მე დავეწიო უკვე სერიალის მიმდინარე სერიების რაოდენობას. პირველ სერიას უყურე და მომეწონა სიმართლე გითხრათ და ვფიქრობ რომ კარგი სერიალია და აქვს პოტენციალი. არა მარტო იმიტომ რომ განსხვავებული ჟანრია, არამედ იმიტომ რომ ჩემი აზრით ესეთ ბევრ სოციალურ თემატიკას ეხება და შეეხება მომავალში ალბათ, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის მოკლედ ძალიან ახლოა რა ესეთი თემები. ხო და რა ვიცი, წარმატებას უსურვებ ამ სერიალს, ვინც ჩემი სტრიმინგიდან ან ჩემი ვიდეოდან გაიგო ამ სერიალის შესახებ, მოვთ რომ გადახვიდეთ მათ YouTube-ის გვერდზე და subscribe-ოთ, დაალაიქოთ, დაუკომენტაროთ. ეს მათ დაეხმარებათ უფრო მეტად გაუმჯობესებაში და გაზრდაში მოკლედ. და ეხლა მოდი ერთად უყუროთ მეორე სერიას. ანუ აფხაზეთიდან დევნილები არიან? მალე წავედ. ანუ ეს ბავშვები გახდნენ მე ამ ჯგუფის წევრები ხო, როგორც ჩანს. ხალხი საერთოდ შემოსვლა ექნება მე. მოკეთე რა. ხო, რაც მომწონს, ანუ მუსიკა აქ ძალიან კარგად ხო, ანუ რაღაცა თვითონ ჟანრობრივადაც უხდება და ძალიან დინამიურია რა. კარგად არის შერჩეული, ანუ სიტუაციას რა მუსიკა უნდა დაედოს. არ ვიცი მაგას რა ქვია კინოსცენაზე, მაგრამ ეგ მომწონს. მუსიკალური არანჟირება?
აუ ეს ჯორჯ ლასარი ხო არა ბოლოს არის ვიდეოებს რო იღებდა და ამონტაჟებდა ხოლმე თუ ეგ სხვა არის ეხლა რაღაც სახელი მეცნო და აბა ვნახოთ ეხა ის გოგო უნდა შეუერთდეს ეს დამათ დაჯგუფებას რო გადაარჩინეს პირველ სერიაში ეგ არის დავით ხო? ო იმიტომ რომ მეცნო ეხა ეგ ისეთი სახელი და გვარი ბჭყალებში და ფსევდონიმი არ არის რომელიც ხშირად შეგხვდება ანუ ეგ ტიპია იდეის ავტორი ხო როგორც ჩანს ყველაფერი ეგაა თვითონ ხო? ისე თვითონაც ხო არა აქ რამე როლი ტარანტინოსავით. თავის ფილმებში რომ ევასება ხოლმე გამოჩენა. რა მოხდა? შენ როდიდან გახდი ასეთი მზრუნველი? გონი მას მერე რაც მოხდა. იცი როგორ ვინერვიულეთ, ეგ ნაბიჭო არის. ჰეკლა. ვიცი როგორ თქვი? რა? ვინერვიულეთ? გაუმარჯოს. როგორ ხარ? მითხარი რომ დედასთვის არაფერი. კი, ასნია ვაგრძელებთ, აბა რა. აი, წინა ლაივიდაც ხონდა, მან ლაპარაკობდი მაგაზე, რომ გავაგრძელებთ აუცილებლად ახალი პატჩი დამთქო. ნუ იდეაში პასიურად არიან მოთამაშეები ხა სეზონის ბოლოა და. დაახლოებით 1 თვე ნახევარში იქნება ალბათ ეგ. დედა ეხლა თუ არ გამეშვებ, ცუდად ვიქნება. თელი ღამე არ მიცინია. ისე ვინერვიულე. ვიფიქრე ნათელას გმას მანქანას გამოვართვე მეთქი, მაგრამ მაინც და ვინც ეხლა გაუმუჩნდა ის დასამიწები. ხო, დედა. ხო და საგამარჯოდ გება სიარული არ დაიწყეს ვერაფრით ვერ წამოვედი დედა. ვერაფრ. ეგ არაკაცი. მიწიდან ამოვთხრი ეგ ცხოველი. დამშვიდდი, ნახე. ნახე. არც ნაკაწრები მაქვს, არც დალურჯებები. მით უმეტეს არც ჭრილობები. ოი მე დედა. ხო, დამშვიდდი რა. წიწაკის სპრეიც ვიყიდე. ოი მე დედა. ბარო, ვეჩნი. ისე ჩემს მეგობარს პნევმატურიც აქვს და თუ გინდა გამოვართმევ. შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ. შენ რა ხალხთან მეგობრობ, ქალბატონო ერთი, ჰა? ოდი ამ ჩაის საქს დაგიდებ. მე არ ვარსებობ. ოი მე დედა ცუდად. ოი მე დედა. დე, დამშვიდდი, დაწყნარდი. მორჩა ეგ ამბავი. ხო. ჩამოსვლაც არ იყო საჭირო. 9-მდე სახლში ვიქნები, ოკეი? ირდები? ირდები, დე.
და თითქოს პირველ სერიაში ვერ გაიგეს სახში აქ რა ხდებოდა, ეგრე მახსოვს და. და დრო გავიდა, შეიძლება არასწორი ფაქტობრივი ის მოხდა, დამახსოვრებული. პოლიცია დროზე მოვიდა და წაიყვანა მეთქი. მადლობა გადაგიხადო? აუ რა ნოუთები აქვს მიკროლიმაცი ვარზე ჭურჭელი გარეცხე. დაჭბელი გააკეთე. არავის. თეკლა. არავის. ხშნაშვილებო ბავშვო. აპა როგორ არის ჩემი CNN-ის ვარსკვლავი? რა ლამაზი ხარ რა? ვიცი გამოვიცნობ ისევ ერთმა გაგისხა ხო? რა? არა, ფული არ მინდა. ვაუ, აბა? ნიუსი ქონდა ღამის მონადირეებზე. ძალიან მომეწონა. მერე? ცხოვრა მასალაძებ მომი რა? ირაკლი, ლიზა, სამსახურიდან რომ გაგიშვეს დაგავიწყდა? მომისმინე? ეს რეპორტაჟი თუ გამომივიდა, ამითი დამაბრუნებენ. მონადირეებზე? ხო. არც კი ვიცი რა გითხრა. ლის. შენ მოდი არაფერი არ მითხრა. უბრალოდ ეგ მასალა მომიცი. რომ არა, რომ რა? ერთი ბოდიში. რომ გამიგონ მეც გამაგდებენ. არა. ჯერ ერთი მე არავინ არ გამაგდო. ნუ კაი. მართალი ხარ. ბოდიში. ანუ ესენი ახალი პერსონაჟები არიან, ხო? ანუ არ მახსოვს წინა სერიიდან საერთოდ. ლის. დამეხმარები? ნუ აი, ჩემ გარეშე რა გეშველებოდა? ჯეს, ვიცოდი, ჩემო, საყვარელო, ხო იცი რა უპატრონო ვარ უშენოს. აი, CNN-ზე გავუშვებ, BBC-ზე გავუშვებ, Fox News-ზე გავუშვებ, წავედი. მეილზე გამომიგზავნი, ხო? ხო. ისე 1-20 ლარი ცხოვრ გექნება. ეს ვიფიქრე. ხამის მონადირეებიდან ორი ჩემს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. გასტონი და ბოუსი. ბერძნული მითოლოგიის თანახმად ისინი ძმები იყვნენ, რომლებსაც დიოსკურებს უწოდებდნენ. მათ აიგივებდნენ ტყუპთან ვარსკვლავედთან. მიიჩნევდნენ, რომ ისინი მფარველობდნენ მეზღვაურებსა და მეომრებს. საოცრად გავდნენ ერთმანეთს და ასევე საოცარი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი. ხოლო ბუნება ჰქონდათ სხვადასხვა. გაუმარჯოს ანიფან როგორ ხარ? გასტორი მოგთავ. ხო, ეს ბოლო ხანები არ მეცალა და ვეღარ სტოინავდი რა, ეხა დაუბრუნდები ნელ-ნელა. იქ ახალი წლები, იქ საოჯახო რაღაც საქმეები და ძმებმა მთელ საბერძნეთში გაითქვეს სახელი. გასტორი უბადლო მხედარი იყო, ხოლო ბოლოქსი უსადო მოკრივე. დიოსკურებმა მრავალი საკმირო საქმე აღასრულეს. არგონავტების ლაშქრობაშიც მიუღიათ მონაწილეობა. და რა კავშირი აქვთ მათი ნიღბების უკან დამალულ ადამიანებს ამ ყველაფერთან? მომისმინე. ამონაწერი მჭირდება. ყველა ქალის სახელი და გვარი მინდა, ვინც აფხაზეთის ომის დროს ქალაქ ჩამჩირიდან გამოიქცა და შემდეგ ტყუპი ბიჭები გააჩინა. მოიცა რა? გამერკვია რასაც გეუბნები. ჩამჩირიდან? მომისმინე. ის ბავშვები ტყუპები იყვნენ? თითქოს ერთი უფროსი გავდა. უფროს გავდა. ხო, ეგრევე ვქვა. ახლა აქ მხოლოდ ერთს მიგდებს, ვისაც ტყუპი ბიჭები ეყოლა. საცხოვრობენ. აქ არიან დარეგისტრირებულად. კონკრეტულად საათ. სოსო, სიახლეები მაქვს და უნდა შევხვდეთ.
საინოვაციო სამუშაოები, რომელიც 1 წელს გაგრძელდება. ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას განსაკუთრებით ჩვენს მოხუცებს შექმნილი დისკომფორტის გამო, მაგრამ მერწმუნედ დალოდებათ ნამდვილად ღირს. მხოლოდ 1 წელი. კარგად. ბატონო შავლო, კიდევ ერთი კითხვა. ეს სერიოზული სატირაა იმენა. საინტერესო ვისაშარჟებენ. ხონა ეს ამჯერად რო ეკითხებათ მოხდა. კარგად ჩავარდი. ცხვირი გავუტყე. კი, ანიბალ, გეგმები არის ჩვეულებრივად, როგორც თქვით, მოკლედ ბოლოს შეთანხმდით, რომ მეორე სეზონიდან გავაგრძელებთ მეორე ახალი პატჩიდან მოკლედ რეიდობას მითიქსზე. დაახლოებით 1 თვე-ნახევარში გამოდის ახალი პატჩი. შეერაშვები თამაშობ ისევ კლასიკზე? ლამაზო გოგო. როგორ ხარ? კარგად ჩავბიძე, თქვენ როგორ ხართ? გოგო. ვიზიას მომეძახი მეკი, რამდენჯერ გითხრა? ჰა? როგორ ამას? ეს გავლენიანი პოლიტიკოსი ამის დაქალის მამა არის, ხო? სვონებულმა მამაშენმა თოთიდან დამიბრალა. ლენა თბილისში რომ ჩააბარებს მიმიხედეო. ხო და ახლა მე ვარ მამაშენი და ბიძიას მოღარ მეძახი რა. გაიგე? კარგი. ხოდა ეგრე. ანა, მოიცა, დაგეხმარები. თქვენ ჭამეთ რა მე? კი, მამო, ჭამეთ. და იმან, შენ მაზმან? ხო, მაგარი ჭამ. ძალიან და. დედა შენ ჩადო. ჩხილებზე ეგასო. აი გამიდეთ რა. ანუ ეს ტიპი ხალხო რა, სახელი და გვარი არ ვიცი ამ მსახიობის. დუდუს როლს რო ასრულებს ჩემი ცოლის დაქალებში. ეგ არის რეალურ ცხოვრებაში კალდუნას როლს რო ასრულებდა მაგისი ძმა. კი, მა, თებში დამივარდა უბრალოდ. ანუ კალდუნას ძმა არის ეს ტიპი რეალურ ცხოვრებაში რა. იმ მსახიობის. კი, ჩალაბარეთ. მე და ანა ერთ ჯგუფში მოვხდით. არა, მაგარი გოგოები მყავთ, თქვენ გენაცვალეთ. და ვისთანაც ჩააბარე. ოდიში, ერთი პასუხი კარგი. არა უშვის. ერთი წუთია. ანუ ეს ტიპი ხა რაღაც ჩერეს პოლიტიკოსობით გადაიკვეთება ხო იმ საქმეებთან. ბიჭო. მე ხო გითხარი ეს დღეები არ დამირეკომეთქიე. თუ ეს ცუდი პოლიტიკოსია და ესეც ხერპლი იქნება ერთ-ერთი იმათი. სად დაგდია? ხოდა წამოიყვანე ერთი და გამოვდივარ. გოგოებო მაპატია ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთ რა. კარგი რა, მა. მამა კპირდები შენ თავს ვიცავარ 2 საათში დავგუნდები რა. წავალ მეც გვიანია უკვე. წამოდი მე სიქეთნებიო და წავალ. არა იყოს, გავალ შემდეგ გავისეირნებ. გოგო, მაშინ რა გითხარი? დაგიყვან მეთქი რა. ანდა 2 წუთი შენ ძმას დავხედავ. ეხლა გადაობა ის იქნება ეს შვილი რო ერთ-ერთი იმის წევრი იყოს. რა გინდა? არაფერი მოგიკითხე რა. ამ მონადირეების წევრი რო იყოს. და სად მიდიხარ? მალე მოვა მამა, აი ამ შაბათ კვირას თქვენთან ერთად ვიქნები კპირდები რა. მაგრამ კიდია სად იქნები? აქედან მაინც ვერ გამოვდივარ. მალე გამოხვალ მამა. ძალიან. არა, ამას რაღაც შეშმოპირია? ანუ ზოგადად არ გაგიკვირდეთ ხალხო რა ვაკომენტარებ ხოლმე ამდენს, ანუ ძალიან მიყვარს გამოცნობა წინასწარ რა მოხდება და როგორ მოხდება, ანუ პრედიქშენები მაგრად მევასება რა. ბევრს გავარტყავ, ბევრსაც ვერ გავარტყავ, მაგრამ პროცესი მაგრად მისწორდება რა.
ეს ლიდერია ამათი, ხო? მიხავი შენი სახეა მას თუ დაკარგავ ყველა სამიზნე გახდეთ მეორედ ჩემს გარეშე გადაწყვეტილებები აღარ მიიღოთ რა მოხდა ბიჭო ესეთი მნიშვნელოვანი შვილებთან ვახშამი რო არ მაცადეთ ა ჩვენო დაკეთებდა რა რიგებს მართალი რა ნარკოტრაფიკშია ჩართული? ო, ანუ მაგას იდეაში კი დახვდებიან, ესე იგი. ამის მონადირეები. ორ გესმის? ხელი მეტკინა. მე რამდენით უნდა აგიხსნა. არაფერი დაგვიშალებია. გასართობად წავედით. რატო წახვედით? რატო წახვედით? რატო? რატო? თხოთ ანუ ეს გოგო შინაგანად უკვე მონადირეა, ხო? ა? ხოცა. გეხვეწებით. მოპატიეთ. არა, მე კი გაპატიებ, კაცო. მაგრამ აი მე ღმერთი მაპატიებს ჩემს ქალაქში მოღალატების თარეშს, ა? ანგა ბიბლიაში სადმე წერია, რომ მუშნაიშნას აპატია. ხოდა მეორე. არშად თავი დაანებე. შენ ვინმე ჩემი ალეკალა. ოი გაჯვი ხლა. აი დღევანდელი საზოგადოების სახე ეგეთია. შემია და რასაც მინდა იმას უწევ. ო, ეს ფსიქოპატი ყოფილა, ბიჭო. ოღონდ რეალურ ცხოვრებაში ხა ეს გოგო იმ ბიჭის ხარეს დაიჭერდა. ეგრე არის მოწყობილი დღევანდელი რეალობა რა. სახამდე მიგაცილებ.
რა კაი გამძლეობა ქონია ბიჭო. ჰა? რავი მე სახში ბავშვები მელოდებიან. აი ჯუი ბიჭო! აი ჯუი რა ვერ გაიგე? თუმბატონ გაიგე. შვილი მყავსავად. შვილი თქვენს ხო ყავთ არა? ყავს მე? რა ვერ გაიგე? შენ რა თუმბატონ კარგი, დაწყნარდი ბიჭო, დაწყნარდი. მომეციე. ვა მოასუფთავეთ ახალობა. ის ეგრევე მიხვდა რომ შემსრულებელი იყო და გაეცინა რა. აი ამ ტიპს ანუ უეჭველი დაადგებიან ეგენი. ეხლა ამ გოგოს კიდე ყველგან სოციალური სამართლობაში ხვდება რომ უბიძგოს ბანდაში გაწევრიანებისკენ მაგ ყველაფერმა, ხო? აქ ცხოვრობენ ტყუპები? ხო, აქ არ მეხუთეს. და დღეს ვინ ვართ? ვის დამოშვით? სასა. ვეუბნებით რომ ვართ სამხედრო კომისარიატიდან და ვაწვდით საბუთეებს. სასა. დავწუნდები თუ არა ეგენი არიან, მაშინვე გაუგზავნე მათი სახელები დამკვეთს. რა თქმა უნდა. არაფერი შეიმჩნევა. რა უნდა შევიმჩნიო ბიჭო? მე ბავშვობაში ალპაჩინოს მეძახდნენ. ესენი რაღაცა იმასავე თამაშობენ ენმალო მაღრაძის ფილმივით. პერსონაჟი შევდივარ ბოსტონის ფილიალში. ქალბატონი მადონა ბრძანდებით ანჩაბაძე. დიახ. ჩვენ ქალაქის სამხედრო კომისარიატიდან გახლავართ და თქვენ შვილებს პირადად უნდა გადავწეთ ჯარში გაწვევის ცნობები. უკვე? დიახ. სამშობლო ვალდებულებები ეგრეა. კი, მაგრამ ჯერ რა დროს ამათი ჯარია? რა? მაგიტომ გკითხეთ, ჯერ ლაპარაკიც არ დაუწყიათ, რა ჯარი? უკაცრავად. ოისა ოჩამჩირიდან დევნილების სიაში ეს ბავშვები რანაირად მოხვდნენ? ეს ერთადერთი ტყუპები არიან? ვიზი მშობლებიც ოჩამჩირიდან იყვნენ? კი სასა. მთელი არქივი გადავქექე მეტი არავინ არ. რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. იქნებ სულაც არ არიან ტყუპები. მითოლოგიის თანახმად პოლუქსი უკვდავი იყო, ხოლო კასტორი მოკვდავი. ისინი ერთი დედისაგან გაჩნდნენ, მაგრამ მამები ყავდათ სხვადასხვა. პირველი ზევსის შვილი იყო, მეორე დინდარევსის. გონი ვისაც ვეძებთ, ნახევარწმები არიან. მოიცა. მოდი, დრო რომ მოვიგოთ. შენ სხვებზე გადადი. ამ ძმებს მე მივიყვან ბოლომდე. აუ ეს მეორე გამომძიებელი სადღეგრძელოს მასავით ლაპარაკობს ტექსტივით. მოდი ამ ჭიქით, შენ გააგრძელე გამოძიება და
დამპირდი? ანასთან ვიყავი, შალობიძია მომიყვანა. მე გარ მიკითხავს. ხო, დედა, ბოდიში ცოტა დამაგვიანდა. მაშინაც ცოტა დაგაგვიანდა ის ამბავი რომ მოხდა. დედა, კარგი რა, მაგის გამო გვიან ვეღარ მოვსულ ვარ სახლში. ყველა კუთხეში მანიაკი კი არ დგას. შენზე ვნერვიულობ. ხო და ნუ ნერვიულობ. არაფერი მომივა. ინსტიტუტში დავრეკე. ოპა. You shall not pass. არ მაინტერესებს. ხვალ ფოჩი ჩემთან ერთად მოდიხარ. რა? არა. რას ქვია არა? მე იქიდან ფულები გიგზავნო, გარჩინო და შენ აქ რა ჯანდაბა უნდა აკეთო, ჰა? რატო ვერ ჩააბარე? შენმა დაქალმა ხომ კარგად ჩააბარა? ეს დაბალია და ეს მაღალი. ბოდიში რომ მილიონერი მამა არ მყავს და დედა ჩემი ვერაფერს მიგიტებს. რა თქვი? ბოდიში რომ მეტრანახევარი ვარ სიმაღლეში და ამის გამო დამიწუნეს. არც მამღერეს, არც მაცეკვეს, ვერაფერი გავაკეთე. ვიდექი ასე იდიოტივი და ყველაფერზე თავს ვაქნევდი. ბოდიში რომ ტვირთი ვარ ოჯახის, ჩემი ოცნებები მინდა ავიხდინო, არ შეიძლება? არ მინდა შენსავით ოფისში ვიჯდე და ტრაქს ვისუქებდე. ბოდიში რომ თეკლა არ ვარ, ოჯახის საყვარელი პრინცესა. დავიღალე. მართლა ძალიან დავიღალე. არ მინდა შენი გამოგზავნილი ფული. არსად არ მოვდივარ. დავრჩები აქ და ჩემით მოვიფიქრებ რამეს. ამის მონადირეებში შევიდეს ხელფას უხდიან იქ თუ მოხალისეობრივად არიან. დაჟირებაზე არიან თუ აღარ აპირებ ჩემი ლეპტოპის დაბრუნებას? მოიცადე რა. იმათ სახელებს ვიწერ, ვისაც ღამის მონადირეებთან შეხება ქონდა. აი ამ გოგო შეხედე? ხომამაზია. და რა აქვს განსაკუთრებული? ვიღაც ბებერი ლოთი ეჩალიჩებოდა. ანუ საინტერესო იცი რა არის? ეს გოგო მონადირეებმა გადაარჩინეს, მაგრამ ერთ-ერთს ნიღაბი ჩამოუვარდა. ხო, ვიცი ეს გოგო. პოლიციელს უთხრა რომ სახე არ დაუნახავს. ვიცი. მე კიდე მგონია რომ სიმართლეს არ ამბობს. აი მოადგა. მაგრამ იქ ერთ მომენტში თავსად დაესხნენ მონადირეები ამ სერიაში ვიღაცებს გონი ფულით წაართვეს ხო რაღაც თავზე რომ შემოიტარა იმ ტიპმა რაღაც არცვის სახეც ხო არა აქ სავარაუდო და მაგრამ ეგ საინტერესო არ იქნება იდეაში ესენი ხო რაღაც იდეის გამო არიან აქ და არა ფულის
საინტერესოა.